უსაინტერესო ეს თემაზე უნდა ვისაუბროთ, ჩემი მოსაზრებით, პერსონალურად ჩემი მოსაზრებით, ყველაზე საინტერესო თემა სწორედაც რომ ეს თემაა, ამას ვამბობ ღიად. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ამ თემას სხვა თემები მიზეზთა გამო გადახფარავს ხოლმე, ფარავს ახლაც ამ მომენტშიც. აქტუალური თემები განა არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება წოდებული ბანდის მიერ ინიცირებულები, რომ ჩვენ სწორედაც რომ უსაინტერესო ესი თემიდან სხვა მნიშვნელოვან, მაგრამ უსაინტერესოესთან შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვან თემებზე გავამახვილოთ ყურადღება. ეს თემა, რაზეც ეხლა მე გავამახვილებ ყურადღებას, შეძლებს დაგვარად კომპლექსურად, ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობით. იცით თქვენ, რომ სააგენტო როიტერსმა გავრცელა განცხადება, რაზეც იყო ამბავი ატეხილი და დღესაც არის ამბავი ატეხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ნოვოროსიისკის პორტიდან საქართველოში ყულევში შემოიტანა რუსული ნავთობი საკუთარი ტანკერის მეშვეობით თუ საშუალებით. და ეს ნავთობი, ნედლი ნავთობი, რომელიც არის შემოტანილი, არის 105,000 ტონაზე მეტი. საკმაო რაოდენობა. ახლა ის კითხვა, კონკრეტულად ვის მიაწოდა გადამუშავებისათვის ეს ნავთობი რუსეთმა, როსნეფტმა კონკრეტულად და ეს არის კომპანია Black Sea, არ მინდა შემეშალოს აქედან გამომდინარე ჩავხედავ კიდევ ერთხელ, Black Sea პეტროლიუმი, რომელიც ყულევში ააშენა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც ერთი ხანობა იყო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ახლა პრეზიდენტ საერთოდ გამქრალი ლევან დავითაშვილი. ახლა ის აღარ არის, კვლავ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რამდენად ჩემთვის ცნობილია ამ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მაკა ასათიანი არის დამფუძნებელი საკუთარ მეუღლესთან, ბატონ გოგელიასთან ერთად და განხორციელებული შემსხელდა და არსებული ინფორმაციით და ობიექტურადაც არის უკვე განხორციელებული ინვესტიცია, შეადგენს დაახლოებით $110 მილიონ, თუმცა საინვესტიციო პაკეტი მთლიანად არის 700 მილიონიანი. ცხადია, ძალიან დიდი ინვესტიციაა ეს ჩვენი ქვეყნისათვის, ორდინალურ და არაორდინალურ ვითარებაშიც კი ვინ უნდა იყოს ამგვარი ინვესტიციის, ამგვარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საწარმოს წინა აღმდეგი, მით უფრო თუ უზრუნველყოფ აიდედლ ნავთობს მიიღებ და შენ ბაზარს მით უფრო კი არა განსაკუთრებით დააკმაყოფილებს საწვავითა თუ ბენზინითა თუ დიზელის საწვავით და ან გარკვეულ პროცენტს, თუმცა დამფუძნებლები გვპირდებოდნენ და ამბობდნენ, რომ სრული ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს პრაქტიკულად აღარ დასჭირდება იმპორტული ბენზინის საწვავი აღარ იქნება საჭირო საქართველოსთვის. მაგრამ ეხლა ეს სამომავლო თემაა, საინტერესო ცხადია, მაგრამ ამაზე არ ვამახვილებთ ახლა ყურადღებას. პარალელურად მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროცესი რუსეთში. უკრაინამ მიიტანა და მიაქვს იერიშები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მთელი რუსეთის მასშტაბით, ასე ვიტყვი, ურალს იქითაც კი განა არა და აფეთქებს, აზიანებს, წყობრიდან გამოჰყავს ნავთობგადამამუშავებელი იმაზე მძლავრი ქარხნები, როგორიც არის ნაწილობრივ აშენებული ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. და ამის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა არამხოლოდ სამხედრო მრეწველობა ინდუსტრია რუსეთისა, შლეგი პუტინის სახელმწიფოსი, არამედ რიგითი მოქალაქეებიც, უხეშად ვლაპარაკობ ვლადივოსტოკიდან ვიდრე პეტერბურგამდე და ცნობები იმის თაობაზე, რომ ტალონებით და ლიმიტირებულად იღებენ საწვავს ავტომობილებისათვის რუსეთის მოქალაქეები, ცნობები გადაჭარბებული სულაც არ არის. აი 90-იან წლებში ეგრეთ წოდებული კანისტრებით უკაცრავად ამ რუსული სიტყვისთვის უბრალოდ შესატყვისი ქართული სიტყვაგანა ვერ მოვიფიქრე, მაგრამ არ არის საჭირო და აუცილებელი ამ ქართული შესატყვისი სიტყვის გაცნობა თქვენთვის. თქმა, ახლა წარმოთქმა კანისტრებით დადიან მოქალაქეები და 20 ლიტრა ბენზინს იღებენ საკუთარი ავტომანქანებისათვის. ამდენადაც ვიცი, ეს 20 ლიტრა უნდა იყოთ 3 თუ 4, ან შეიძლება 7 დღის განმავლობაში მანძილზეც კი. მოკლედ რუსეთს ძალიან უჭირს, აღარ ვლაპარაკობ, ვუტრირებ ცხადია, მაგრამ ტანკში ჩასასხმელი
მძიმე ტექნიკაში ჩასასხმელი საწვავის რომ არა აქვს და ეს არა დახოხდებით ეხა რამდენად დიდი ლოჯისტიკა, რამდენად დიდი მენეჯმენტია შესანარჩუნებელია 1300 კილომეტრიანი, 1400 კილომეტრიანი ფრონტის ხაზი და ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისით უკრაინა აი დრონებით და არა მხოლოდ დრონებით, საკუთარი წარმოების უმრავლეს შემთხვევაში იარაღით რომ ბომბავს რუსეთს, რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს, ეს უკრაინისათვის უზარმაზარი ამბავია, ის ამ თვალსაზრისით მაინც ხო მიიწევს წინ, ესმის რომ ხმელეთზე შესაძლოა გარკვეულწილად უჭირს, მაგრამ რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ თანამედროვე ცაში ომის შედეგად, რომელშიც რუსეთი გასაკვირველია, ისედაც მარცხდება და ამ პროცესშიც მარცხდება. ხო და ამის გათვალისწინებით რუსეთი ეძებს პარტნიორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეძებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რაც საკვირველია პირველ ყოვლისა, ეგრეთ წოდებულ ახლო საზღვარგარეთში, მათ შორის საქართველოში და ყველგან სადაც კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას იპოვის, ყველას თავაზობს დაახლოებით შემდეგ გარიგებას, თუ მარჯვენა правი უკაცრავად და თუ ლევი გარიგებას, იმის თაობაზე რომ როგორღაც მომეხმარეთ, როგორღაც შემეხიდეთ და ეს ჩემი ნედლი ნავთობი, რომელსაც ტანკერებით და სანქცირებულებით თუ არა და სანქცირებულებით მოგაწვდით, როგორღაც გადაამუშავეთ და ამავე ტანკერებით გამატანინეთ ჩემ ყველა litrს, ესე ვიტყვი, ყველა 10 litrს, 20 litrს თუ ტონას თუ 10,000-ობით ტონას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის. თან ერთხელ თუ გაჭერი ხაზი, ხო? ერთხელ თუ გაჭერი შეიძლება შენ შესაბამისად ეს ბიზნესისთვისაც და ასევე სტრატეგიული ბიზნესისთვისაც ააწყო ეს ხაზი, ეს ლოჯისტიკა და ამ თვალსაზრისით მაინც იყო მოსვენებული, ხო და აი ასე რუსეთმა ორ ქვეყანას, საქართველოზე არ ვლაპარაკობ ერთი წამით, ორ ქვეყანას მიაწოდა ნედლი ნავთობი, ეს ორი ქვეყანა გაგიკვირდება და ორივე ნატოს წევრია. ერთი არის უნგრეთი, პრორუსული ტროასცხენი ორბანი რომ მართავს ის უნგრეთი და მეორე არის არ მინდა შემეშალოს და თუ არ ვცდები რუმინეთი, მაგრამ ახლავე კიდევ ერთხელ გადავამოწმებ ამას. ესე იგი რუმინეთი და მიაწოდა ეს ნედლი ნავთობი დიდი რაოდენობით, აი რამდენიმე დღის წინ. მიაწოდა ეს ნედლი ნავთობი და სთხოვა რომ მე ძალიან ვამარტივებ რა საკვირველია რიგითი მაყურებისად, გადამიმუშავე და მომაწოდე უკან საწვავი, რომელიც ჩემი ტანკებისთვის მჭირდება და ჩემი ტანკები კი მჭირდება იმისთვის, ჩემი ავიაცია კი მჭირდება იმისთვის, რომ მე მეტი და მეტი უკრაინელი მოვკლა. ახლა ესე ნათქვამი ხელშეკრულებაში ბუნებრივია არც ვერბალურად არ არის ნათქვამი, მაგრამ ყველა შესანიშნავად უნდა ხდებოდეს, რომ სწორედ ომისთვის მეტი მკვლელობისათვის, უკრაინის განადგურებისათვის სჭირდება რუსეთს მეტი და მეტი საწვავი, მით უფრო ამ კრიზისის დროს ეს 22 წელი იყოს ან 23 წელი, ასეთ რამეს რუსეთი არც გარისკავდა, არც ჩაიდენ და გარისკავდა თავხელი სახელმწიფოა, მაგრამ არც სჭირდებოდა ასე შეშველება რუმინეთისა და უნგრეთის მხრიდან და აი რა მოხდა, აი რამდენიმე დღის წინ, დღეს 22-ია, ხო რამდენიმე დღის წინ, 2-3 დღის წინ უკრაინულმა სამხედრო დრონებმა, შაჰიდმა დრონებმა თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მიიტანეს იერიში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საწარმოებზე უნგრეთსა და რუმინეთში და ბრახდა ააფეთქეს. გამოხდა რა საკვირველია პირველ ყოვლისა ორბანის ხელისუფლება და დაიწყო რომ ჩვენ დავიწყებთ ამის გამოძიებას, ამის გაკეთება არ შეიძლება, როგორ შეიძლება დივერსიული აქტების განხორციელება ჩვენს ტერიტორიაზე და მით უფრო ნატოს წევრი სახელმწიფო ვართო, მაგრამ ეს მეხუთეხარისხოვანია უკრაინელებისათვის, რამდენადაც მათ სურთ რომ რუსეთი ამოანგრიონ მთლიანად, რუსეთის ეკონომიკა ჩამოშალონ და იქნებოდა ამით შეაჩერებინონ ეს ყმლელობები შლეგ პუტინს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის და მესამეჯერაც გავიმეორებ, რომ ესმის მხოლოდ ძალის ენისა. ამიტომ რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა განსაკუთრებით ორბანმა და სხვებმაც, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ნატოს წევრ სახელმწიფოს ერთ-ერთ ნავთობ ტერმინალზე კი არა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ესე მიზანმიმართულად წერტილოვნად იყო განხორციელებული შეტევა და ესე დაარტყეს
უკრაინულმა მეცმაკრატელი იმიტომ ავიღე რომ კარგად აგიხსნათ რომ თელ უნგრეთს კი არ დაარტყა, არამედ წერტილოვნად დაარტყა ავნათო გადამამუშავებელ ქანახანას. მანამდე იცით თქვენ რომ გასცადენი აფეთქდა, ამაზეც დიდი ვაივიში უშველებელი ატეხა ორბანმა, მაგრამ არ მინდა ვიყო ბილწის სიტყვით გამოვირჩე, მაგრამ ვერც ვერაფერს გახდა. მეთქი ყველა თელ სოფლიოში ის სიგრძე განებს რომ უნგრეთის ბიუჯეტში შევა თუ არა დამატებით პირობითად ვლაპარაკობ 130 მილიონი ევრო, ეს არ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად იმისა უნგრეთი არის თუ არა, რუმინეთი არის თუ არა ნატოს წევრის, ევროკავშირისა და ნატოს წევრის სახელმწიფო, პირველ ყოვლისა ახლა ფორმა ქმნადობა ხდება დევანდელი მსოფლიოსი და უსაფრთხოება, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებაც გარდაულად დასაცავია უკრაინისაც, რომელიც ფრონტლაინ ქვეყანაა და ევროპასაც იცავს ამ რუსული აგრესიისაგან დავუბრუნდეთ საქართველოს საკითხს. რუსეთი ეძებს პარტნიორებს ყველგან და ჩვენთან აკი გითხარით, ნახა ეს Black Sea პეტროლიუმი და ახლა მე მინდა გკითხოთ და მე მგონი თქვი კიდეც, მაგრამ მაინც ვინ არის როგორ ფიქრობთ ამ Black Sea პეტროლიუმის დამფუძნებელი, რომლის 13 თვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აკი გითხარით იყო ლევან დავითაშვილი, ზარზე იმით გახსნა პრეზენტაცია, ეს წრებოდა პრეზენტაციას ბანდიტი ირაკლი კობახიძე და გვერდზე კი მის გვერდით კი იჯდა ქალი, რომელსაც ბევრი ჩვენგანი, ბევრი მაყურებელი, ყველანი არ ვიცი მეტნაკლებად ყველანი უწოდებენ ყველა დროის ყველაზე ლამას ქალს, ან ერთ-ერთ ყველაზე ლამას ქალს ჩვენ სინამდვილეში და რატომ ჩვენ სინამდვილეში მაკა ასათიანი რომ გაგეყვანა ხო სოფლიოს სილამაზის კონკურსებზე, იქაც უთუოდ არ იქნებოდა მესამე, აი მეორე შეიძლებოდა ყოფილიყო, ისიც ვინ იცის ღმერთმა უწყის მაკა ასათიანი მართლაც ძალიან ლამაზი ქალია, მაგრამ რა იცვლება იმით რომ მაკა ასათიანი ლამაზია და მას პირის სახე აქვს ძალიან მშვენიერი ქალი, არც არაფერი იცვლება, იმიტომ რომ პირველ ყოვლისა ადამიანი და ყველა ადამიანი ცხადია ლამაზია და ერთი მეორეზე ლამაზები არიან ადამიანები, ყველა ადამიანი პირველ ყოვლისა უნდა იყოს მოქალაქე იმ ქვეყნისა, რომელსაც ის წარმოადგენს და აი მოქალაქე საქართველოს მოქალაქე არა პასპორტით, არამედ საქართველოს პატრიოტი მოქალაქე, მაკა ასათიანი ჩანს წუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, არც მისი მეუღლე რასაკვირველია და არც არავინ ვინც მას ამ ბიზნესის ღმერთმა უწყის საიდან მოპოვებული ფულით ამ ბიზნესის აწყობაში შეუწყო ხელი, მაკა ასათიანი რასაკვირველია საქართველოს მოქალაქე არ არის, მისი კონცეპტუალური გაგებით ის არ არის საქართველოს პატრიოტი მოქალაქე და მათ შორის არ არის, იმიტომ რომ მაკა ასათიანმა და უფრო ზუსტი რო ვიყო, უფრო კონკრეტული რო ვიყო, ამის შესახებ ავცელებს სწორედაც რომ Reuters-ი ინფორმაციას, ანუ Black Sea პეტროლიუმმა გადაწყვეტილება მიიღო ამ რუსული ნავთობის ჯამში 105,000 ტონაზე ოდნავ მეტის მიღებისა, რუსული ნედლი ნავთობის მიღებისა და გადამუშავებისა იმ ბოლომდე ჯერაც არ გამართულ საწარმოში ყულევში და ყულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში, ანუ და აი აქ ისმის კითხვა რა მოხდება ჩვენთან თუ რუმინეთში და თუ რუმინეთსა და თუ უნგრეთში მოხდა ის, რაც მოხდა, რამაც აკი გითხარით, გადააფსიხა ასე მაგალითად ორბანის ხელისუფლება მეთქი, თუმცა მე ამ კითხვას გავცემთ პასუხს, მოდი უფრო მეტი დეტალი აღხსნათ, აი ხატია დეკანოიძე წერს ამგვარ რამეს, სანქციების თავიდან ასარიდებლად რუსეთი იყენებს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტს, რომელიც დასავლური სანქციების მნიშვნელოვანი სამიზნეა. რატომ არის დასავლური სანქციების მნიშვნელოვანი სამიზნე, განსაკუთრებით ბოლო 3-4 თვეა, იმიტომ რომ შესანიშნავად ხდება, რომ რუსეთი საკუთარ ბიუჯეტს ივსებს სწორედაც რომ ხშირ შემთხვევაში, უმრავლეს შემთხვევაში ოფშორებში რეგისტრირებული ტანკერებით და გადააქვს და გადმოაქვს შემოფუთულია და ხშირად საერთაშორისო სამართალს მიღმა, საერთაშორისო იდენტიფიკაციის სისტემის, ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის მიღმა გასული ფლოტია, ამიტომ შეერთებულმა შტატებმაც და ბრიტანეთმაც მკაცრი პოლიტიკა შეიმუშავეს ჩრდილოვანი ფლოტის მთელ მსოფლიოში აღმოჩენისა და დასანქცირების, გაჩერების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით იყო გამოძიებები და ასე შემდეგ. 2025 წლის მაისსა და ოქტომბერში ათეულობით მსგავსი ტანკერი აღმოაჩინეს
და დაასანქცირეს, ისინი ვეღარ არიან ღია ოსნობაში, ვეღარ გადააქვთ მათ დასანქცირებული თუ არა დასანქცირებული ნედლი ნავთობი რუსეთისა, რომელიც თავის მხრივ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რუსეთს უწყობს ხელს ომის გაგრძელებაში, ანუ მკვლელობებში, როგორც უკრაინის სახელმწიფოსი, ისე უკრაინელი ჯარისკაცებისა და ისე უკრაინელი ქალებისა, ბავშვებისა და მოხუცებისა და ასე შემდეგ და რომ ხო, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენება სანქციების რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს პორტებს და არ იგულისხმება მხოლოდ ყულევი, ან ყველაზე ნაკლებად იგულისხმება, იგულისხმება პირველ რიგში ფოთი და იგულისხმება ბათუმი. აი ამგვარ რამეს თუ რაღაცა ესეთი რამე ხდება, არც ეს არის გამორიცხული და სხვანაირად ავხსნი. აი ტანკერებზე თეორიულად რო წარმოიდგინოთ, რომ რუსეთმა შემოიტანა ის აკრძალული იარაღი, რომელიც მიშვერილია უკრაინის მაგალითად ოდესისაკენ, ხო, რომელიღაც ეტაპზე. ოღონდ სანქცირებული ეს ტანკერები არ არის. განა ამის უფლება რუსეთს აქვს და განა საქართველოს მთავრობამ უნდა თქვას, შემოსავლების სამსახურმა, საგარეო საქმეთა უწყებამ, მთავრობად წოდებულმა ბანდიტმა, კობახიძე მთავრობის თავმჯდომარედ წოდებულმა უნდა თქვას, რომ ეს ტანკერი სანქცირებული არ არის, მეგობრებო, აქედან გამომდინარე რაც უნდა ის შემოუტანია. არა, რადგან ეს ომის ინდუსტრიას უწყობს ხელს, ომს უწყობს ხელს, რასაკვირველია საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის ბასთან კონსულტაციი და საერთაშორისო თანამეგობრობის გამოყენებითაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამგვარი საეჭვო წარმომავლობის ტანკერები, საერთოდ ცურავი საშუალებები, გემები და ასე შემდეგ, მის დე იურე, არა მხოლოდ რასაც აკონტროლებს ბათუმი, ყულევი და ასე შემდეგ, ბათუმი, ყულევი, ფოთი, არამედ დე იურე ოჩამჩირე სოხუმი გაგრას მიმართულებასაც გულისხმობ, არამც არ უნდა შემოვიდეს, მესმის რომ იქ დაბალი კონტროლია, ნაკლები კონტროლი კი არა, საერთოდ ვერ გააკონტროლებს სოხუმში რა ხდება, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გქონდეს შენი მკაცრი და მკვეთრი პოზიცია და თქვა, რომ ეფექტურ კონტროლს აფხაზეთზე გადავდივარ ისევ, ახორციელებს რუსეთი და ის არის პასუხისმგებელი სოხუმში რა ხდება, აფხაზეთში რა ხდება, მაგრამ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება ბუნებრივია ვაკეთებთ ამასთან დაკავშირებით მკვეთრ მკაცრ განცხადებას, ხო და აი რა მოხდა, კიდევ ერთხელ მინდა დავსვა ეს კითხვა, იცით თქვენ პრინციპში რაც მოხდა და ისიც იცით რომ ნუსულ ნავთობს, ხო, ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. იბატონო, ეს როიტერსის ინფორმაცია, რომ 6 ოქტომბერს ტანკერმა კაისერმა რუსეთის ნოვოროსიისკის შავი ზღვის პორტიდან რუსული ციმბირული მსუბუქი კლასის ნავთობი 105,000 ტონა ყულევის ნავთობ ტერმინალში შეიტანა. ამაზე პრინციპში ვილაპარაკეთ და ეს არის რუსნეფტი, ესეც თქვათ და ისიც თქვათ, რომ ამ არ ვიცი გაჩვენეთ, მე მგონი არ მიჩვენები, აი ამ Black Sea პეტროლიუმის ხელმძღვანელები არიან ბატონი დავით ფოცხვერია, ახალგაზრდა კაცი, ბატონი ვახტანგ ჩახნაშვილი, ჩახლებით ჩემი ხნის ოდნავ პლუს მინუს კაცი და ასე შემდეგ, ანუ პირები, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილები სულაც არ არიან, აქვე ვიტყვი, ანუ 1-2 ცნობილია, ხა ვიწრო სფეროს წარმომადგენლებისათვის, ხო, ადამიანებისათვის, ვინც ამგვარი თემებით ინტერესდებოდა, ასე მაგალითად ჩემთვის, როგორც არც ვიცნობ, არცეც და ერთ-ერთი მათგანი, ვინც ყულევის, აი ჯერაც ბოლომდე არაშენებული ნავთობ ტერმინალის ნავთობ საწარმოს, გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის უფროსია გაგიკვირდება და არის, როგორც სახელი არ მახსოვს, ბატონი სუბარი გვარად და არ გაგიკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ეს სუბარი გვარი არ მახსოვს, კი არა, სახელი არ მახსოვს, არის სოზარ სუბარის ძმა, ამიტომ ხვალ თუ ბატონი სოზარ სუბარი იტყვის რამეს და დაიცავს ამ Black Sea პეტროლიუმს ან ზოგადად ყულევის ნავთობ ტერმინალს და გააკრიტიკებს სააგენტო როიტერს თუ სხვა აქტორებს, რომლებიც მექანიკურად არიან ან იქნებიან ჩართულნი ამ პროცესში, არ გაიკვირვოთ, იმიტომ რომ ოჯახის მერკანტილური ინტერესია, რომ ეს კომპანია Black Sea პეტროლიუმი არც დასანქცირდეს და კიდევ უფრო უარესი არ დაემართოს. ბევრი თქვენგანი იკითხავს, რა შეიძლება იყოს კიდევ უფრო უარესიო და მე ახლა გენერალი ბუდანოვი ან გენერალი მალიუკი ან სხვა ნებისმიერი გენერალი უნდა ვახსენო უკრაინისა, თუ ეს ტერმინალი ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ხელს უწყობს რუსეთს ომის წარმოებაში, მე დავსვა მკითხვას,
ამ გვარს თქვენის ნებართვით პასუხი არ მაინტერესებს ან მაინტერესებს ოღონდ ქოცებისა უფრო და არა ქოცების მიმართ ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი იუზერებისა საზოგადოებისა მომხმარებლისა მაყურებლისა ექნება თუ არა უკრაინას ლეგიტიმური უფლება დაბომბოს სწორედაც რომ მიზანმიმართულად დრონებით დაბომბოს ბლექსი პეტროლიუმის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ზუსტად ისე როგორც მან მიზანმიმართულად წერტილოვნად დაბომბა ანალოგიური ქარხნები რუმინეთსა და უნგრეთში კი ატეხა უნგრეთის ხელისუფლებამ დიდი ამბავი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაც ატეხს დიდ ამბავს მაგრამ კითხვა პირდაპირია თუ კვლავ ვიმეორებ ფორმულირება არა საქართველოს ტერიტორია არამედ კომპანია რომელიც ემსახურება რუსეთს ომის წარმოებაში ეს რომ დაბომბოს რომელიღაც ეტაპზე გენერალმა ბუდანოვმა ან სხვამ ექნება თუ არა ამის ლეგიტიმური უფლება მე გავიხსენებ რამდენიმე ხნის წინანდელ ნარატივს მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი ვინც ამ ნარატივს თუ ამ ამბავს თუ ამ აზრს ამბავს ავრცელებდა თუ აზრს ატარებდა რომ ოჩამჩილისაკენ რომ დაიხია ყირიმის რუსულმა შავი ზღვის ფლოტმა და იქ იცით თქვენ რომ იქ იყო გარკვეული სამუშაოები ჩატარებული კიდევ უფრო მეტად გააღრმაწყლოვანესო ოჩამჩილის პორტი რომ კიდევ უფრო დიდი მძლავრი სურავი საშუალებები მიეღო ამის თაობაზეც იყო პრინციპში ესეთი ზედაპირული ან არც სრულყოფილი ინფორმაცია მე კითხვა მაქვს რომ დაებომბა უკრაინას სწორედაც რომ ოჩამჩილის რუსული სამხედრო ბაზა ამ შემთხვევაში ქონდა თუ იმ შემთხვევაში ქონდა თუ არა ამის უფლება მე მაშინაც ვთქვი და ვამბობდი რომ რადგანაც რუსულ კომპანიას რუსულ ჯარს უფრო ზუსტად ვიქნები იმ შემთხვევაში ბომბავდა თუ დააპირებდა რომ დაებომბა უკრაინა ბუნებრივია მას ამის უფლება ექნებოდა მიუხედავად იმისა რომ დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდებოდა ეს შეტევა და თუ შენ უწყობ ხელს ამ შემთხვევაში ბლექსი პეტროლიუმს გულისხმობ და ბლექსი პეტროლიუმსაც საბოლოო ჯამში არც არაფერს არ ვერჩი თუ შენ სახელმწიფოდ წოდებული ბანდის წევრები უწყობთ ხელს რუსეთს ომის გაგრძელებაში ანუ საქართველოსაც ამის შედეგად გამოდის რომ საქართველოსაც ითრევთ ამ ომში გინდათ ეს თუ არ გინდათ და ყოველგვარი ეს ზედმეტი ლაპარაკები რომ აი მეორე ფრონტს ვინმე ვუხსნით ჩვენ თუ ვინმე გვიხსნის ჩვენ თუ ერთვებით მეორე ფრონტში თუ გლობალური ომის პარტია თუ deep state თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ თლიანად ჩამონგრეულია ეს ნარატივი მას შემდეგ რაც მას დადასტურდება და პრინციპში ისედაც დადასტურებულია რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არა მხოლოდ რუსეთისკენ არის არა ეს გასაგებია ხო რუსეთისკენ არის მაგრამ არამედ უწყობს ხელს რუსეთს ამ ომის წარმოებაში თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე აქა-იქ დაიხატება ხოლმე და იტყვის რომ არა ჩვენ შეწყვეტის მომხრე ვართ ამასაც იშვიათად ამბობენ გულახდილები თუ ვიქნებით და რასაკვირველი არც არასოდეს ადანაშაულებენ რუსეთს და რუსეთის ობიექტი იქნება რუსეთს ვინც ხელს უწყობს ის ობიექტი იქნება დაბომბვის შემთხვევაში სწორედ ბლექსი პეტროლიუმის ფლობელობაში ანუ ბაკა ასათიანის ფლობელობაში ანუ ირაკლი კობახიძის კი არა ბიძი და ივანიშვილის ფლობელობაში არსებული ეს ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა იფიქრეთ ამ თემაზე მაშ უკრაინა აქვს თუ არა ლეგიტიმური უფლება დაბომბოს წერტილოვნად დაბომბოს რუსული კომპანია იმიტომ კი არა რომ ბატონი ჩახნაშვილი პრორუსია სულაც არ არის პრორუსი მაგრამ ბატონ ჩახნაშვილს თუ ეს ასეა არ აღმოაჩნდა სათანადო ნება რომ რომ უარი ეთქვა რუსული გადამამუშავებელი რუსული ნავთობისათვის საკუთარ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში ის გენერალური დირექტორია ამ კომპანიისა ოუნერი კი გითხარით ანუ დამფუძნებელი კი არის მაკა ასათიანი და დამფუძნებელი კი არის ბიზი და ივანიშვილი და დამფუძნებელი კი არის FSB თუ კონკრეტულად პუტინი აი ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენ ახლა მოცემულ ეტაპზე ეს არის ყველაზე საინტერესო თემა და ხვალზეგ არ გაიკვირვოთ რომ უცებ ბრახტა ბლექსი პეტროლიუმის ნავთობ ტერმინალი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ნაწილი აფეთქდეს ისე რომ წყალში ჩაიყაროს ის 100 მილიონიანი ინვესტიცია და თუ არა და ბატონმა ჩახნაშვილმა ასე მაგალითად თუ ის პატიოსანი კაცია ხო უნდა გვითხრას ვინ დაავალდებულა ის და ეს კომპანია მთლიანად რომ მიეღოთ რუსული ნედლი ნავთობი და ესეთი საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ჩვენი ქვეყანა არ გამოვა ბიზინა ამ ფსევდო
შვიდობის მტრედის როლის თამაში სწორედ შენ ითრებ საქართველოს ომში, ასე გამოდის და ამის დამალვას არც აღარავინ აპირებს, არათუ ჩვენთან, არამედ მსოფლიოშიც ეს რომ იცოდე მაინც. ნახვამდის.